ძვირფასებო, ნახეთ, თუ გახსოვთ თქვენ ახალ აღთქმაში ესეთი რაღაც წერია. ამის შემდეგო დაუბრუნდებიო და აღვადგენო დავითის დამხობილ კარავსო. აი ამ დანგრეულსო ავაშენებო უფალი ამბოსო და ისევ ხელახლა იქნებაო ეს ჩემი თაყვანისცემაო. კითხვა როდისმე თუ გაგჩენიათ რა არის დავითის კარავი ან რატომ დაემხო დავითის კარავი. ამას ჯერ ახმოვანებს ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ამოსი არის. ამოსის წინასწარმეტყველებაში წერია. მოდით ნახოთ აბა ეს ადგილი. ამოსის 9:11. იმ დღეს აღმართავ დავითის დაცემულ კარავს, შევკრავ გარღვეულ კედელს, ნანგრევებიდან აღვადგენ და ისე ავაშენებ, როგორც უწინდელ დღეებში იყო. ამას ამოსი წინასწარმეტყველი ამბობს. როცა ამოსი წინასწარმეტყველებდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი პერიოდი იქნებოდა ეს? მაშინ ტაძარი არსებობდა, დავითის კარავი იყო, მეორე ტაძარი იყო, ნეტა, ხო გაგიჩნდება კითხვა, რა დროს წინასწარმეტყველებდა ამოსი? ღმერთი ეუბნება, რომ დავითის კარავი დამხობილია. დავითის კარავი თავის ფუნქციას არ ასრულებს. დავითის კარავი დარღვეულია. რომელ პერიოდში იქნებოდა? თქვენ წარმოიდგინეთ და იერუსალიმში მაგ დროს არის აშენებული სოლომონის ტაძარი, ყველაზე დიდებული ტაძარი, ყველაზე ძვირფასი ქვებით, ყველაზე გამორჩეული, მთელს მსოფლიოში, მთელს დედამიწაზე ტაძარი ღმერთის, რომელშიც თაყვანისცემა მიდის და ღმერთი საუბრობს დავითის კარავზე. რა ხდებოდა დავითის კარავში? როცა დავითმა იერუსალიმში წამოიღო კიდობანი, მაშინ ხო სახლი არ იყო ღმერთის, კარავში დაასვენეს. კაცო, კარავში ღმერთის კიდობანი ადრეც ყოფილა, მოსეს კარავში. მოსეს ხო კარავი აჩვენა ღმერთმა, მოსეს ხო გაამზადებინა, მაგრამ უფალი ყურადღებას ამახვილებს დავითის კარავზე და არა მოსეს კარავზე. ნეტავ რატომ? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას გეუბნებით, უბრალოდ მინდა რომ ჩაგაღრმაოთ და ჩაგაფიქროთ აი ამაზე. პირველი ნეშტას მე-16 თავში. ნახეთ, ლევიანთაგან ზოგიერთი უფლის კიდობლის მსახურად დაადგინა. დავითმა დაადგინა ლევიანთაგან უფლის კიდობლის მსახურად. რათა მის საქმეებზე ელაპარაკათ, ეკოთ და სამადლობელი აღევლინათ უფლის ისრაელის ღვთისადმი. ესე იგი, დავითმა რო კარავი გაშალა, არა მხოლოდ კარავის ადგილის უბრალოდ რაღაცა ტერიტორია იყო გამოყოფილი, რომ დაიდგმეოდა კიდობანი და მორჩა. არამედ რაღაცები დაადგინა დავითმა და პირველ რიგში დაადგინა ადამიანები, რომლებიც აქებდნენ, ადიდებდნენ და ღმერთის სიკეთეზე, წინასწარმეტყველებაზე, იქ რაც სასწაულებით ჩაუდენია, რა საქმეებიც ღმერთს გაუკეთებია, ამაზე ილაპარაკებდნენ. ამის შემდეგ კიდე რაღაც მოდის. ნახეთ, მე-5 მუხლი. ასაფი მათი მეთაური იყო. ეს ასაფი არის პიროვნება, რომელიც მაქებმადიდებელი იყო ამ კარავში. და ეს იყო მეთაური. შემდეგ მეორე კაცი იყო კიდე ზაქარია. შემდეგ იყო ჩამოთვლილი არის სახელები და ნახე ეს ადამიანები, ნახე ბობღნებზე, ქნარებზე უკრავდნენ. ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა. ალბათ რაღაცა ისეთები ქონდათ იქ, რომლებიც ძალიან ისეთ ხმას გამოსცემდა და აი ამაზე უკრავდა და ნახე მე-6 მუხლი ასაოს ბენიაჰუ და იახიზელი მღვდლები გამუდმებით ბუქს აყვირებდნენ ის აღთქმის კიდობის წინაშე. გამუდმებით მიდიოდა, ეს რა მუხლებით წავიკითხეთ? გამუდმებით თურმე ხალხნო იქ მიდიოდა თაყვანისცემა და ღმერთის განდიდება. და ნახეთ რამ დაარღვია დავითის კარავი და რაზე ამბობს შემდეგ ღმერთი, რომ დაუბრუნდები და კარავს დავითისას აღვადგენ. ანუ როცა ეს კარავი
რასაც ასრულებდა, ეს იყო თაყვანისცემა ღმერთის და ღმერთის საქმეებზე ლაპარაკი. ეხლა ჩვენ ხო ადამიანები ვართ. შენზე როცა კარგს ლაპარაკობენ, შეიძლება იქ არ ახარ. ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას, აი შენზე ძალიან კარგს ლაპარაკობდნენ იქ. ხო დააფასებ იმ ადამიანებს და უფრო მეტი პატივისცემა გექნება, უფრო მეტი ასე რომ თქვა, მოციწება გექნება მათ და ვინც შენზე კარგს ლაპარაკობს. აი ვინც თქვენზე ბატონო პაატა ცუც ლაპარაკობს და მოვიდნენ და გითხრეს რომ ცუც ლაპარაკობს, როგორ გაგიხარდება და როგორ კარგ მდგომარეობაში ჩავარდებით? არ ჩავარდებით კარგ მდგომარეობაში. როცა სადღაცა ერთ დროს იყო რომ კარგს ლაპარაკობდნენ და მერე გაიგე რომ კი ლაპარაკობენ, მაგრამ იმ გულით კი აღარ ლაპარაკობენ. უბრალოდ შენი ეშინიათ. შენი ხასიათის ბუნების შიში აქვთ და ლაპარაკობენ, მაგრამ გულით კი აღარ ლაპარაკობენ. უბრალოდ ისე ლაპარაკობენ, რომ ვიღაცა რო ხმას მოგიტანს. ხო, შენ რო არ გაბრაზდე. ხვდებით? ამ დროს გულთან ხილავმა ღმერთმა რო იცის, რომ ადამიანები მასზე მართლა მთელი გულით კი აღარ ლაპარაკობენ, არამედ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ღმერთის ყურამდე არ მივიდეს სხვანაირად. არამედ რაღაცა მექანიკური ექცად, რაღაცა თითქოს ჩვეულებრივ სტილში გადავიდა. ამ დროს როგორ გინდა ღმერთს ასიამუნო, როცა ეს ყველაფერი გულიდან აღარ მოდის. ადამიანებს ვერ ასიამუნებ ასე. მომისმენია მე ადამიანებისგან. რომლებიც პირში ხედავდნენ, რომ ადამიანები სულ ხოტბას ასხავენ, რა კარგი ხარ, რა მაგარი ხარ, ოხ როგორ მიყვარხარ, ოხ შენ რა მაგარი, შენზე მაგარი არ არსებობს, ოზ. ესეც უცინო და უღიმოდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ პირს უკაცი სხვანაირად ლაპარაკობდნენ, სხვანაირად იქცეოდნენ მასზე. ხვდებით? და ის, რასაც პირში ეუბნებოდნენ, სულაც არ ახდენდა მის გულში ისეთ აღფრთოვანებას და ისეთ რეაგირებას, რაც მართლა უნდა მოახდინოს. რატომ? იმიტომ რომ იცოდნენ, რომ პირში სხვანაირად ლაპარაკობდნენ, პირს უკან სხვანაირად ლაპარაკობდნენ, სხვა რაღაცებს განიზრახავდნენ. ხვდებით? უფალი ამბობს კარავი დავითისა, რომელიც ერთ დროს მართლა დავითმა დაადგინა და მთელი გულით ხდებოდა თაყვანისცემა, მექანიკურში გადავიდა. უბრალოდ გაუბრალოდა, აღარ არის მთელი გულით, აღარ არის მთელი სულით. დღეს მე ვხედავ, რომ არის უზარმაზარი ტაძარი, რომელიც დავითს შემდეგ ძალიან გულით უნდა აშენდება, მაგრამ დავითის შთამომავალმა აშენა, სოლომონმა აშენა. მაგრამ ყველაფერი მექანიკური გახდა. შეულემყუდლები, წაუკმევენ, მერე რაღაცას მიაპყურებენ, იქ პურებს შეცვლიან, იქ რაღაცებს ილოცებენ და რაღაცებს და გამოვლენ და აღარაფერი. სად არის თქვენი გული და სად ვარ მე? ღმერთი ამბობს არ მოიდგინე და ღმერთს ყურადღება აქვს გადატანილი იმ უბრალო კარავზე, სადაც ეს ასაფი დანარჩენები გამოდიოდნენ, უკრავდნენ, თანდასწრებას გრძნობდნენ, ახარებდნენ ღმერთის გულს და უფალი ამბობს ერთ დროს მე აი ამ დამხობილ ყარავს აღვადგენ და თაყვანისცემა იქნება ჩემს მიმართ. გარეგნულად კი არ ვადიდებდეთ უფალს. ესე კი არ ვლოცულობდეთ, ან ესე კი არ უბრალოდ გალობდეთ, არამედ აი აქ იყოს ღმერთის დიდება. მაგითო ვამბობ ხოლმე, მარტო გუნდი კი არა, ყველა ვინც ეკლესიაში ვარ, ჩვენი ფიქრებით, აზრებით, გონებით და წარმოდგენით, როცა ღმერთს ადიდებ, უნდა იყოს ზეცაში, იმ ტახტთან, სადაც ღმერთია, სადაც ანგელოზები, სერაფიმები, ქერუბინები ადიდებენ ღმერთს და რაღაც საოცარი ხდება იქ. ხვდებით? თანდასწრება, რომელიც ქებადიდების დროს მოდის, ცვლის ადამიანთა შინაგანსაც და ადამიანთა ცხოვრებასაც. ძვირფასებო, ლოცვაზე ნაკლები არ არის თუ მეტი არა თაყვანისცემა და განდიდება. განდიდება და თაყვანისცემა
არ იფიქროთ, რომ ლოცვაზე ნაკლები იყოს. ლოცვა შეიძლება იგივე გახდეს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ლოცულობ, მაგრამ აღარ არის შენი გული იქ. სადაც უნდა იყოს. ლოცულობ უბრალოდ რომ უნდა ილოცო. ლოცულობ იმიტომ რომ სახარება გეუბნება. ლოცულობ იმიტომ რომ რავი, სახურის მაგას გეუბნება. ლოცულობ იმიტომ რომ შენი გულიც ამას გეუბნება, სულიც ამას გეუბნება. პავლე მოციქულიც ამას გეუბნება. ყველაფერი ამაზე გელაპარაკება და ლოცულობ. მაგრამ შენი გული აღარ არის იქ, სადაც უნდა იყოს. და მექანიკურად იქცა შენი ლოცვა. ამით ვერ მოაწონებ ღმერთს. ამით არაფერი არ შეიცვლება. სიმონმა მოგითხრა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავის სახელისათვის. ანუ, როცა სიმონი, პეტრე, გააგზავნა ღმერთმა იქ კორნელიოსის სახლში და ესენი რომაელები იყვნენ, ესენი დამპყრობელები იყვნენ, ესენი ოკუპანტები იყვნენ, მთელი მსოფლიო ჰქონდათ ფაქტიურად დაპყრობილი და ღმერთი აგზავნის სიმონს მის სახლში და ეუბნება. რასაც ჩავდებ შენ ბაგეში, ის უკადაგე, ნუ შეხედავ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ გული ჩემსკენ აქვს მოტრიალებული და ეს კაცი ლოცულობს, ეს კაცი მარხულობს. და მე მინდა რომ ჩემის ხსნის სიტყვა მიუტანო მათ. რომ მივიდა უკადაგა შემოკრიბა მან ხალხი თავისი ნათესავები ახლობლები სანამ სახურებას ქადაგებას დაამთავრებდა მანამდე სულიწმიდა მისე დაბერა რომ სულიწმიდა დაიწყეს ენებზე ლაპარაკი. პეტრე უყურებს ხალხი ენებზე ლაპარაკობს ისე როგორც თვითონ მოინათლენ ადრე. ეს იყო იმის ბეჭედი რომ არავის არ ქონდა უფლება ეს ადამიანები ღმერთთან მისასვლელად დაეპყოლებინათ. მე არ მიეცათ ნათლობა, არ მიეცათ უფლის ზიარება. პეტრე ამბობს, როგორც ჩვენ მივიღეთ სულიწმიდა ისე მიიღეს მათ, ღმერთმა განწმინდა ისინი სულიწმიდის მიღებით და არავის არ ქონდა უფლება რომ ან ნათლობა არ მიეცა მათთვის ან მორწმუნეები არ უწოდეს მათ. დაუმტკიცა, დააჯერა რომ ეს არის ღმერთის ნება. ეს პირველი ქრისტიანებისთვის მით უმეტეს იერუსალიმში მიუღებელი იყო. რომ წარმართებიც იგივე სულიწმიდის მოზიარეები გახდებოდნენ. მაგრამ რა კი დარწმუნდნენ და პეტრეს ღმერთის დაეხმარა და უთხრა რომ ჩვენება უნახე, ღმერთმა გამაგზავნა, ღმერთმა მითხრა, არ მეყოყმანა, გავსულიყავი, გამეკეთებინა ის. ამის შემდეგ იაკობი ღებულობს ძალიან სერიოზულ გამოცხადებას და წამოდგა და ამბობს, ნახეთ? ძირფასეო, პეტრემ რაც მოგვიყვა, რომ წარმართები ღმერთმა მოიყვანა თავისთან, პეტრემ რაც მოგვიყვა და რაც პეტრეს გადახდა, იცით ეს რომელი წინასწარმეტყველების აღსრულებაა? ნახეთ რას ამბობს. მე-15 მუხლში. ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვაც, როგორც დაწერილია. ამის შემდეგ მოუბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს. აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს. რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა ამბობს უფალი ყოველივეების მოქმედი. ესე იგი, ყველა ერი, რომელიც დედამიწაზე ღმერთმა შექმნა, დაიწყებდა ღმერთის ძიებას და ყველა ერში ეს რომაელებიც შედიოდნენ, როცა დაინახეს, რომ ეს აღსრულდა, თქვენს რომ აი ახლა დადგა ის დრო, რომ ყველა ერმა ეძიოს უფალი და თაყვანისცეს მას და ეს იქნება დავითის კარვის აღდგენა, როცა თაყვანისმცემლები გაუმრავლდება უფალს დედამიწაზე. სხვა ადგილზე უფალი ამბობს ისრაელის, ანუ ჩემი შვილების, ისრაელი ჩვენ ვიგულისხმებით სულიერად. ჩემი შვილების ხოტბაში მე ვმკვიდრობ, თაყვანისცემაში ვმკვიდრობ, ჩემი შვილების, ხვდებით? და რა ხდება ამ თანდასწრების დროს, აი ამ თაყვანისცემის დროს, როცა ადამიანები მწყურვალები არიან ყურადღებით, რომ ღმერთის სიტყვა, რომელიც აქედან მოედინება, მათ გვერდი არ აუაროს და მათში დამკვიდრდეს, იმიტომ რომ ეს მათ სულიერ ცხოვრებაში, თავის ცხოვრებაში ჭირდებათ. ხდებით? როცა თაყვანისცემა არის,
ვინც ღმერთის დიდება არ იცის და ქება დიდებას ვერ ასხავს ღმერთს, ვერ იცნობს ღმერთს. არ იცნობს ღმერთს, იმიტომ რომ თუ ეკლესიაში მოდიხარ და შენ ცხოვრებაში ღმერთი არის ჩარეული და გამარჯვებული პოზიცია რეალურად გიკავია, ეკლესიაში იმიტომ მოდიხარ რომ მასთან მოზიარეობა გქონდეს, უფრო მეტი რომ მიიღო, შენ ეს გჭირდება. კორნელიოს კი ბატონო ჰქონდა ლოცვები, ბარხები, ლოცულობდა, მარხულობდა, მაგრამ ღმერთს არ იცნობდა, იმიტომ რომ რომაელებს რომელი ქვეყნებით დამპყრობილი ჰქონდათ, ყველას ღმერთი ყავდათ მიღებული. ჩვენს მოგწონს თქვენი ღმერთები და თქვენს ეცით ჩვენს ღმერთებს თაყვანი. ხდებით, ესეთი პერიოდი იყო, ესეთი მდგომარეობა იყო. ყველა აბსოლუტურად ბერძნების ღმერთები, რომაელების ღმერთები, იქ გალია, სხვადასხვა, გალატია. სადაც კი ღმერთები არსებობდნენ, სულ ყველაფერს ღებულობდნენ. მაგრამ ღმერთმა დაანახა პეტრეს მისვლით, რომელი გზა იყო სწორი და რომელი იყო ჭეშმარიტად ღმერთის მოსაწონი თაყვანისცემა. ადამიანს გულწრფელობა ჰქონდა, ადამიანს ბევრი კეთილი საქმე ჰქონდა, გაკეთებული ღმერთის სახელით და ასე წერია, შენი მოწყალებები, შენი სიკეთე, შენი კურთხევა, შენი სურვილები ამაღლდნენ ჩემი ღვთის წინაშე მოსახსენებლად და ღმერთმა განიზრახა, გამოგიგზავნოს კაცი, რომელიც სიტყვებს გეტყვის, რომელთაც გადარჩები და იმდენად მისაღები იყო ეს მისთვის, რომ გაგზავნა მსახურები, რომ პეტრე მოეყვანა, როცა პეტრე დაინახა. ის პეტრე, რომელმაც ანგელოზის ბაგით აუწყა, ანგელოზმა აუწყა პეტრეზე, მუხლებში ჩაუვარდა თაყვანისცა, როგორც ღმერთს. და პეტრე ვადიქი, ვინც ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი, შენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ სიტყვებს გეტყვი, რაც ღმერთმა ჩამიდო გულში. არ უნდა მოსულიყავი შენთან, მაგრამ ღმერთმა წინასწარ დამანახა, რომ უარი არ მეთქვა შენს დაძახილზე და აგერ აქავარ, რატომ დამიძახეთ? აბა ეხლა მითხარი. და შემდეგ ეუბნება, წარმოიდგინეთ, ნახე, ეს თაყვანისცემა, ეს გულწრფელობა, აი ეს შინაგანი სურვილი და წყურვილი, რომ ღმერთს ასე ამუნო მოწონს ღმერთს. აი ეს ხდებოდა დავითის კარავში, რაც მოწონდა ღმერთს. ხდებით, დღეს ესეთი დავითის კარავი შეიძლება მრავალი ჰქონდეს ღმერთი. თუნდაც აი აქ, ხდებით, როცა ჭეშმარიტებით, სული და ჭეშმარიტებით ადამიანები ღმერთს თაყვანისცემას უძღვნიან და მასზე ფიქრობენ და მისი საქმის გაკეთება უნდა. ეს ის თაყვანისცემის ნაწილია, რაც დავითის კარავში იყო. და ღმერთი ამას აღვადგენ დავითის კარავში.